იცოდი, დედამიწას ადრე უხილავი ყინულის გუმბათი ჰქონდა, რომელიც ჩვენს წინაპრებს რადიაციისგან იცავდა. ოდესმე დაფიქრებულ ხარ, რატომ წერენ ძველი ტექსტები ადამიანებზე, რომლებიც ასობით წელს ცოცხლობდნენ? იქნებ ეს ზღაპარი კი არა, ბიოლოგიური რეალობა იყო, რომელიც წარღვნის შემდეგ სამუდამოდ დავკარგეთ. წარმოიდგინე, ჩვენი პლანეტა როგორც გიგანტური დაცული ლაბორატორია. ატმოსფეროს მიღმა დედამიწას გარს ერტყა ყინულის სქელი გუმბათი. ეს არ იყო უბრალოდ გუმბათი, ეს იყო პლანეტარული ფარი. ამ სათბურის შიგნით კლიმატი იდეალური იყო. არც პოლუსების ყინვა, არც უდაბნოების მხუთავი სიცხე. მთელი დედამიწა ერთი დიდი აყვავებული ბაღი იყო. ამ გარემოში ჩვენი გენეტიკაც სხვაგვარი იყო. დღეს ჩვენი დნმ მუდმივად ზიანდება მზის რადიაციითა და გარემო სტრესებით, რაც უჯრედებს აბერებს. ასევე ეს ყველაფერი იწვევს სხვადასხვა მუტაციებს. მაშინ კი, როცა ეს ყინულის ფარი გვიცავდა, მუტაციები ფიზიკურად არ ხდებოდა. ადამიანები და ცხოველები იბადებოდნენ სუფთა გენეტიკით, რაც ნიშნავდა, რომ სხეული ბევრად უფრო ეფექტურად აღდგებოდა. სწორედ ამიტომ სიცოცხლის ხანგრძლივობა, რაც დღეს ფანტასტიკად გვეჩვენება, იმ დროს უბრალოდ ბუნებრივი მოცემულობა იყო. შემდეგ დაცემული ანგელოზების დამსახურებით ადამიანთა ნაწილი განუდგა უფალს, მათ ადამიანებს და კონკრეტულად კაინის შთამომავლებს ასწავლეს აკრძალული ცოდნა. მათ შორის კავშირით გაჩნდნენ ნეფილიმები. ანუნაკები, რომლებიც ზოგს უცხოპლანეტელები გონია, სინამდვილეში დაცემული ანგელოზები არიან. მათ დედამიწა აქციეს ლაბორატორიად. ცხოველების ისეთი სახეობები გამოიყვანეს, რომლებიც ადამიანებზე ნადირობდნენ და დედამიწას შიშის ზარს სცემდნენ. ადამიანებმა ითხოვეს დახმარება და მერე მოვიდა წარღვნა, რომელმაც ყველა ბოროტი გაანადგურა დედამიწაზე. ყინულის გუმბათი გადნა და ჩამოიშალა. ასევე დედამიწის ბირთვი გაცხელდა, მიწისქვეშა წყლები აადუღა და ზედაპირზე ამოიტანა. გუმბათის წყალი დედამიწის შიდა წყლებში ჩავიდა, ხოლო შიდა წყლები, რომლებსაც ვულკანური მაგმა შეერია, ზედაპირზე დაგროვდა. ეს ადუღებული წყალი არის ოკეანეები და ზღვები, ხოლო ის წყალი, რასაც სასმელად ვიყენებთ, ერთ დროს დედამიწის ყინულის გუმბათი იყო და გვიცავდა რადიაციისგან. თემას რომ დაუბრუნდეთ, ყინულის გუმბათის ჩამოშლის შემდეგ ცა გაიხსნა და ჩვენს პლანეტას პირდაპირ მოხვდა მზისგან წამოსული რადიაცია და კოსმოსური გამოსხივება. ამან მყისიერად შეცვალა ყველაფერი. სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად დაეცა, ასევე ამავე პერიოდში შეიქმნა ყველა გენეტიკური კოდი. ყინულის გუმბათი აკავებდა მზის მავნე ულტრაისფერ გამოსხივებას. ეს დადებითად მოქმედებდა ცოცხალ ორგანიზმებზე, ასევე გენეტიკურ მუტაციებს ამცირებდა, მაგრამ ამავდროულად ცვლიდა ფოტოსინთეზის პროცესებსა და ოზონის შრის ფორმირების მექანიზმს. დედამიწაზე მზის პირდაპირი სხივები ვერ აღწევდა. სინათლე იყო გაბნეული და რბილი, ცა არ იყო ლურჯი. სავარაუდოდ ჩვენ დავინახავდით თეთრ ან ოქროსფერ ნისლიანცას. ახლა კი ვისაუბროთ ყველაზე დიდ მეცნიერულ თავსატეხზე, რადიოაქტიური ნახშირბადის მიხედვით დათარიღების სტილზე, ანუ C14-ზე. C14 იქმნება ატმოსფეროს ზედაფენებში, როდესაც კოსმოსური გამოსხივება ეჯახება ჰაერს. თუ წარღვნამდე დედამიწას ყინულის სქელი გუმბათი იცავდა, ეს ნიშნავს, რომ კოსმოსური გამოსხივება ზედაპირამდე ვერ აღწევდა. შედეგად, გუმბათამდელი პერიოდის ორგანიზმებში C14-ის შემცველობა კატასტროფულად დაბალი ან ნულის ტოლი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, როდესაც მეცნიერები უძველეს ნამარხებს ათარიღებენ, ისინი აწყდებიან პარადოქსს. C14-ის საათი გაჩერებული იყო ან სულ სხვანაირად მუშაობდა. ჩვენი დღევანდელი მეთოდები ვერ ზომავს იმ ეპოქას, რადგან მაშინ დედამიწის რადიაციული ფონი აბსოლუტურად განსხვავებული იყო. სწორედ ამ ყველაფერს ადასტურებს ეგრეთ წოდებული ლონდონის ჩაქუჩი, უბრალო ჩაქუჩი, რომელიც ასეულობით მილიონი წლის წინანდელ ქანებში იპოვნეს და მეცნიერები ჯერაც ვერ ხსნიან ამ ყველაფერს. ამიტომ სანამ მეცნიერებს ბრმად ენდობი, ჯერ გადაამოწმე ყველა დეტალი. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.